ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის მინისტრებმა ცოტა ხნის წინ დატოვეს სენაკი დავით ნარმანიამ და ტახა კალაძემ სტიქიით დაზარალებული სოფლები დაათვალიერეს და მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს. გარდა ამისა, მათ ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიიღეს ბოლო ინფორმაცია ზარალის თაობაზე. პაატა ლაგულავა დაწვრილებით მოგვიყვება მინისტრების ვიზიტის თაობაზე, ეს ახლა სენაკში იმყოფება. პაატა გისმენთ. სოფო დილიდან იმყოფებოდნენ სენაკში, სტიქიის ზონაში ინფრასტრუქტურის მინისტრი და ვიცე-პრემიერი ტახა კალაძე და დავით ნარმანია თავდაპირველად საგანგებო ბრიფინგ თათბირს დაესწრნენ, რომელიც სენაკის გამგეობაში ჩატარდა და ადგილობრივი ხელისუფლებისგან მოისმინეს ის ინფრასტრუქტურული ზარალის შესახებ, რომელიც სენაკს სტიქიის შედეგად მიადგა. ამის შემდეგ უკვე მინისტრები გავიდნენ უშუალოდ სტიქიის ზონაში და თავად მოინახულეს დაზარალებული ოჯახები. მთავრობა ადგილობრივებს და დაზარალებულებს პირდება, რომ აუნაზღაურებს იმ ზარალს, რაც მათ მიადგათ. ისინი მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუ რა ფორმით იქნება ზარალის ანაზღაურება, ამაზე უშუალოდ მთავრობამ მსჯელობას გამართავს და ამის შემდეგ გადაწყვეტს, მათ მისცემენ თანხებს თუ დაურიგებენ სამშენებლო მასალებს. უშუალოდ ზარალს კი დაითვლის ზარალის დამცველი სპეციალური კომისია, რომელიც სენაკში 2 დღის წინ შეიქმნა. მაშინ შევლენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც და დააკვირდებიან ამ პროცესს. ჩვენ ვიცით, რომ გუშინ მთავრობამ უკვე გამოყო 800,000 ლარი, რომელიც ინფრასტრუქტურული ზიანის აღდგენას მოხმარდება, თუმცა მინისტრები აცხადებენ, რომ მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალისთვის უკვე ცალკე თანხები გამოიყოფა მთავრობის მიერ. მე მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ მთავრობა იქნება მადგვერდით ყოველთვის და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით ის ზარალი, რომელიც მათ მიადგა, დავეხმაროთ და შესაძლებლად დაგვარად მოხდეს ამ ყველაფრის ანაზღაურება. გარკვეული პრობლემები იყო ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით, დღესდღეობით ეს პრობლემა აღარ არსებობს. ინფრასტრუქტურული ზიანის აღდგენასთან დაკავშირებით გუშინ რაც მივიღეთ მთავრობაზე გადაწყვეტილება 800,000 ლარი გამოიყო და ეს გასაწმენდა და არხების, კოლექტორების გასაწმენდა, გასაფართოებლად და ასე შემდეგ სავსებით საკმარისია. რაც შეეხება წყალმომარაგების საკითხებს, წყალმომარაგებასთან დაკავშირებით დაზიანებები დღეს ბოლომდე იქნება აღდგენილი და წყლის მიწოდება აღუდგება მოსახლეობას. რაც შეეხება სხვა კუთხით არსებულ მდგომარეობას, ჩვენ დავათვალიერეთ სახლებში შეგეთ არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ამასთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა იმისათვის, რომ ადგილობრივ სამუშაო ჯგუფთან ერთად ჩავერთოთ ჩვენც და დავეხმაროთ ამ მოსახლეობას. სენაკში სახლებიდან წყლის ამოწყობის სამუშაოები გუშინ დასრულდა, დღეს კი მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რომელშიც უშუალოდ ჩართული არიან როგორც სამაშველო სამსახური, ასევე დასუფთავების სამსახური, აქტიურ მონაწილეობას იღებს ასევე ჯარი. მოსახლეობა აცხადებს, რომ ესეთი სტიქია მათ არ ახსოვთ. სტიქიის ზონაში, კონკრეტულად კი 3 ცენტრალურ ქუჩაზე წყლის სიმაღლე 1 მეტრზე მეტი იყო. მოსახლეობას დაუზიანდა როგორც ავეჯი, ასევე წყობრიდან არის გამოსული სხვადასხვა ტექნიკა, ისინი დახმარებას მთავრობისგან ითხოვენ და დღეს სწორედ ეს გულისტკივილი მათ გააცნეს მთავრობის წარმომადგენლებს. ზარალი ძალიან დიდია, მიუხედავად ამისა, სენაკის გამგეობამ და წარმომადგენლებმა ყველა მთელი სული და გულით მონდომები ჩაატარეს ის სამუშაოები, რაც ნამდვილად გჭირდებოდა დღესდღეობით. Advol plan დაიწყორა, უზომ plan დაიწყორა და შემეწონა ბინძური მედრობა არის შესაფე, ფიჩხი და ყველაფერი და თან წავს ზიანი ქათმები და როგორ არის, ბევრი რაღაცა ზარალი გვაქვს ნამდვილად. სენაკის ნაწილს ამ დრომდე არ მიეწოდება წყალი, წყლის სათავე ნაგებობა დაზიანდა სტიქიის შედეგად, თუმცა როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, დღის ბოლომდე უკვე მოხდება წყალმომარაგება. ამ წუთებში კი მინისტრები უკვე სამტრედიაში იმყოფებიან და ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ხდებიან. დიდი მადლობა პაატა ლაგულავა გვერდებოდა პირდაპირ ეთერში სენაკიდან.